ტიტე კალანდაძე ცხოვრობს აი აქ მე-11 სართულზე. მე მინდა მას მადლობა გამოუცხადო როგორც კარგ ქართველს, კარგ ახალგაზრდას, კარგი ოჯახის პატრონს და კარგი შინაარსის მატარებელ პიროვნებას. ყველა მეზობლის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ მე არის ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია რომ ვიამაყოთ. საუკეთესო ღონისძიება, მის შესახებ გადაცემის გაკეთება და ეგ აიგოს ყველამ, რომ ასეთი ხალხი ყავს ჩვენ. მერთ მაქნას რომ ასეთი ქართველები მრავალი ყოლოდეს ჩვენ ქართველები. ტიტე კალანდაძე დაიბადა 1972 წელს თბილისში. 8 წლის ასაკიდან ვარჯიშობს ხელბურთში. პირველი მწვრთნელები მერაბ მეტრეველი, რეზო ჭანტურია. 1988 წელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი. 1994 წელი გუნდი მამული თასების თასის მონაწილე. 1996, 1999 წლები მაკედონია, სკოპიე, ბადარი, ჩემპიონი, თასის მფლობელი, თასების თასის ნახევარფინალისტი. 1999 2000 წლები იტალია, ტრიესტო, ჩემპიონი თასის ფინალისტი. 2001-2002 წლები პორტუგალიის გაია. 2002-2003 წლები თურქეთის ანკარა, ასკი, ჩემპიონი. 2003-2006 წლები ისლანდია, იბევე და სტრიაბნა, ორგზის თასის მფლობელი და მეორე ადგილოსანი. არაბეთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ადგილოსანი. 1995 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. ამჟამად თბილისის მოთამაშე მწვრთნელი. ყავს მეუღლე და 2 შვილი. სპორტულ ოჯახში ვიზრდებოდი, მამაჩემი ძველი სპორტსმენი იყო, თვითონ ხელბურთელი და მამაჩემის თავოსნობით დავიწყე ვარჯიში. დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი, როდესაც მამაჩემმა სკოლაში ჩამოაყალიბა ხელბურთის წრე და იქ ვარჯიშობდი წელიწადნახევრის განმავლობაში. მერე ჯანმრთელობამ რაღაც ვერ შემეწყო ხელი და შემიძლია ვთქვა, რომ სკოლის დამთავრებამდე პრინციპში დავანებე უკვე აქტიურ სპორტს. და სკოლას როდესაც ვამთავრებდი, სწავლობდი 77 სკოლაში, კობახიძის სახელობის სკოლაში. და იქ ფიზკულტურაზე ჩვენ ხელბურთს თამაშობდით. იყო ფიზკულტურის მასწავლებელი გოგი ღლონტე, ემის თავოსნობით. და იქ ხშირად მოდიოდნენ ძველი ხელბურთელები და ნახეს თვითონებ და მითხრეს, რომ გადმოდი და ხელბურთ შეგიძლია შენო ითამაშო. ასეთი რაღაცა მოხდა და 98 წლის ბოლოს მივედი ბოროსნიკის სპორტ კომპლექსში, სადაც დამხვდა მერაბ მეტრეველი. და იმასთან დავიწყე ვარჯიში. ტიტე კალანდაძე ხელბურთზე ჩემთან მაშინ მე ვმუშაობდი ბოროსნიკის სკოლაში და ვიყავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მსმელი. მოვიდა სადაც 98 წლის ბოლოს. იმ პერიოდში ჩვენ დავამთავრეთ დიდების შეჯიბრი და ახალი გუნდის გაკეთება დავიწყეთ ნაკრების 72-იანების. სხვათა შორის ეს ნაკრები შემდგომ საქართველოს ყველაზე კარგი ნაკრების ერთ-ერთი საფუძველი იყო. ტიტე შედარებით გვიან მოვიდა, თუმცა მანამდე იგი ვარჯიშობდა მამამისთან. როგორც მახსოვს, ტიტე გავსინჯეთ, ჩაუტარეთ ტესტები და უკვე პირველივე ვარჯიშზე გამოჩნდა, რომ საკმაოდ კარგი ნახტომი ჰქონდა და ძლიერი დარტყმა. ეხლა სხვა დანარჩენი თვისებებიდან გამომდინარე, რომ გავსინჯეთ, საკმაოდ ფიზიკურად ძლიერი ბიჭი აღმოჩნდა და მქონდა პრობლემები ტექნიკაში მეტნაკლებად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე ისეთი მასალა იყო, რომ იმავე წელს, იმავე დღეებში მოხდა საქართველოს 72 წლიანთა ნაკრებში, რომლებშიც მაშინ თამაშობდნენ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები, ბეკა ორჯონიკიძე, გარი თურქია, გალეკო ბოღოჩაძე. მე ვიძახი იმ პოზიციას, რომელზეც ტიტე გამოჩნდა. ყველაზე დიდი შეჯიბრი, რომელიც აი ამ ასაკის ნაკრებით მაშინ ვითამაშეთ, ეს იყო 90 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, დავიკავეთ მე-4 ადგილი, დავმარცხეთ მაშინ ბელორუსიის და რუსეთის ძლიერ გუნდებთან. შემდგომ უკვე საქართველოს პირველი გუნდი, რომელმაც ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, ეს იყო ზუსტად ეს ნაკრები, 72 წელში დაბადებული ბიჭები, რომლებიც ჩვენ ყავდა პოლონეთში 93 წელს, სადაც ტიტე უკვე ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
სადაც ის შეამჩნიეს უცხოელებმაც, ფრანგები და პოლონელები იყვნენ ჯგუფში და მას შემდეგ უკვე მასზე საკმაოდ ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ სპორტს. და ამის დამთავრების მერე უკვე აღარ შეიძლებოდა ამის ნაკრების გაგრძელება და აღმოჩნდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდში მამულში. ბატონ რეზო ჭანტურიას ხელმძღვანელი. როგორც მოთამაშე ტიტე კალანდაძე 1999 წლიდან თამაშობს აგრარული უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდში. ესე იგი ინსტიტუტის დამთავრებამდე სანამ იგი წავიდოდა საზოგადოებრივ სათამაშოდ, იყო აგრარული უნივერსიტეტის ვაჟ-ხელბურთელთა გუნდის წამყვანი მოთამაშე. გამოირჩეოდა თავდადებით, ვარჯიშებისადმი, ერთგულებით, არ ასცენდა არც ერთ ვარჯიშს და თავისადმი ძალიან მომთხოვნი იყო. შემდეგ ტიტე არის ერთ-ერთი ხელბურთელი საქართველოში, რომელიც 4 ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 4 ქვეყნის, საქართველოს თუ არ ჩავთვლით. ეს ქვეყნებია თურქეთი, მაკედონია, ისლანდია და იტალია. აი 4 გუნდის ჩემპიონი გახდა თავისი თამაშის, კარგი თამაშის წყალობით და შემდეგ დაბრუნდა ისევ საქართველოში. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად მახსენდება მამულის პერიოდი, იმიტომ რომ იქიდან დაიწყო ჩემი წინსვლა და აღმავლობა. ზუსტად მამულის გუნდში თამაშობდი, როდესაც პირველი საერთაშორისო ტურნირზე გავედით საქართველოს სახელით, საქართველოს კლუბის სახელით და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კლუბებში, დამოუკიდებელი საქართველოს კლუბებში პირველი გამარჯვება ზუსტად მამულმა მოიპოვა. ეს იყო აზერბაიჯანის უმოთთან. დავამარცხეთ 40-20 და გავედით შემდეგ ტურში. და შეხვდა იქ უკვე უკრაინის სვეტტექნიკი ბუდიველნიკი, ეს ძალიან ძლიერი გუნდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გუნდი იყო, ყველასგან მოულოდნელად ჩვენ ის გუნდიც დავამარცხეთ თბილისში და ვამარცხებდით გასვლას თვითონ უკრაინაშიც, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით საქართველოსდან და არავინ არ გვიცნობდა და არავინ არ იცნობდა ქართულ ხელბურთს, ასე აღმოჩნდა, რომ საჯებიც და დელეგატიც და ყველა მიამხრო უკვე იქითა გუნდს, რომელსაც მე თვითონ აღიარებდნენ ამას და შემდეგ წელში გავიდა უკრაინის გუნდი. თავისუფალი გუნდა ტიტე კალანდაძე ახერხებდა მაინციდან. ორი გოლი მეხუთე გუნდია, რომელსაც ძირითადად მიმართავენ ჩვენი ხელბურთელები, ნახავთ. კოდური დასახელება ორი კაცი. მესამე გაამართლა კომბინაცია. არა 25-23 ტიტე კალანდაძე. ნაცნობის სურათი ორი კაცი და ტიტე კალანდაძის დარტყმა. ქართულ ხელბურთს უამრავი ვარსკვლავი ყოლია. ცერცვაძე, ხაკაძე, ექსეულიძე, აბაიშვილი. შემდეგ ამპილოგოვი და ამბერკი ტაბიძე. დამოუკიდებელი ქართული ხელბურთის ისტორიაში კი უდავოდ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო ტიტე კალანდაძე. ბავშვობიდან ერთად მოგვიწია თამაში, ყუმბარისებური დარტყმა ჰქონდა, ესე იგი 10 დენას რომ გდომებოდა ვერ გაასწრებდი. თან მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ცუდი პერიოდი დაგვემთხვა 90-იან წლებში ვარჯიშობდით ერთად, გაყინული დარბაზები იყო, მოგეხსენებათ, მე მეკარე ვიყავი და ესე იგი დალურჯებული ვიყავდი ამ დარტყმებით. თან ამდენს ვთხოვდი, რომ ცოტა დამინდეთქო, მაგრამ აი ვარჯიშებზეც ისე თამაშობდა და ისეთი გამეტებით მირტყავდა, როგორც თამაში მეტოქის მეკარეებს და აი ქვასავით მოქროდა მისი დარტყმული ბურთი და ვიყავი დალურჯებული თითქმის მისგან ესე ვარჯიშების დროს. მამულის შემადგენლობაში ჩვენ რამოდენიმეჯერ გავხდით მეორე ადგილოსნები. სასოფლო პირველ ადგილს ვერ ვეღირსეთ, იმიტომ რომ ჩვენ წინ ყოველთვის გვეღობებოდა STU შევარდენი. ძლიერი გუნდი იყო, საქართველოს ნაკრების მოთამაშებით იყო დაკომპლექტებული. და ყოველთვის STU შევარდენი იყო ჩემპიონი. საქართველოს ჩემპიონატის ჩემი ბოლო წლები არის ზუსტად ამ STU შევარდენის გუნდში გადავედი 1 წლის განმავლობაში, სადაც მოვარჯიშებდა აწგანცოლებული გიანა რიმანიძე. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ადამიანს ჩემის როგორც სპორტსმენად ჩამოყალიბებაში. ძალიან ბევრი შეკრებები ჰქონდა, ერთად დავდიოდით საერთაშორისო ასპარეზობზე. ყველგან და ბოლოს თვითონ იმის მეშვეობით ჩვენ ჩავედით რამოდენიმე მოთამაშე მაკედონიაში.
შემდგომ უკვე იწყება მისი მოგზაურობა უცხოეთში, ჯერ მაკედონიაში, შემდეგ პორტუგალიაში, იტალიაში, ისლანდიაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ როგორც სპორტსმენს თითე, იგი არის აღიარებული პირველ რიგში ბოლო 10 წლის საუკეთესო სპორტსმენად, მას გადაეცა ეს ჯილდო დაჯილდოების დროს და რა თქმა უნდა, ბოლო 10 წელი, 15 წელი თითე არის ის ვარსკვლავი, რომელიც ქართულ ხელბურთს ყავდა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ 5 ჩემპიონატში აქვს სხვადასხვა ნათამაშების, საკმაოდ მაღალი დონის ხელბურთი ითამაშა. მე კარგად მახსოვს, როდესაც ჩვენ ვეთამაშეთ ბარსელონას, იქაც თითე გამოირჩეოდა. ამ შემთხვევაში ბარსელონა ევროპის დასწრებელი იყო და საკმაოდ მაღალი კლასია ჩვენ. რაც შეეხება სხვა წლებს, ისლანდიაშიც მას ძალიან კარგად ცნობენ, ძალიან პოპულარული სპორტსმენია, ჩვენ ისლანდიის ნაკრების ლიდერები ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე ერთად და თითე მათთვის ძალიან სერიოზული ავტორიტეტი აღმოჩნდა და სპეციალისტების საუბრით მან ძალიან სერიოზული და კარგი ხელბურთი ითამაშა საზღვარგარეთ. მაკედონიაში როდესაც თამაშობდი, იმ დროს დავაჯახდი, მაკედონიაში შემოძინა პირველი ქალიშვილი. მაკედონიაში იყო ჩემი პირველი საერთაშორისო გამარჯვებები, პირველად 2 ქართველი ჩავედით, მე და გარი თურქია. და პირველივე თამაშების მერე აღმოჩნდა ისე, რომ მოვეწონეთ და უკვე მოუნდათ, რომ სხვა ქართველებიც რო ჩამოეყვანათ. და ისე მოხდა, რომ 9 წლის მერე ჩავიყვანეთ კიდევ 2 ქართველი მოთამაშე, ირაკლი კეკელიძე და ალეკო ბოყოჩაძე. რომელიც ძალიან გააძლიერა ჩვენი გუნდი და იმ წელს თასიც მოვიგეთ, როდესაც იმ გუნდს საერთოდ გამარჯვებები არ ქონდა ისტორიაში რა, არც თასის და არც ჩემპიონატის. ფინალი, როდესაც გავიმარჯვეთ და როდესაც დამთავრდა, მეორე დღეს აჭრელებული იყო გაზეთები, რომ ქართველმა მაფიამო დაამარცხაო მაკედონიაო. და დავუკვირდი, მეთქი რა ხდება, მეთქი შევეკითხე და უბრალოდ დავუკვირდი რა ხდებაო სტატისტიკის მიხედვითო. გავიმარჯვეთ 24-18 და 23 ბურთი ქართველების გატანია.